ბიზნესის რეკეტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს გაქცეული მამუკა ხაზარაძე კანონს ვეღარ გაექცა და საკუთარმა წარსულმა აწმყოში ისევ პროკურატურამდე პროკურატურის გავლით კი სასამართლომდე მიიყვანა. ბრალი უკვე წარდგენილია ბრალმდებელი ლელოს ლიდერს სასამართლოში ელის. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისგებლობის შესახებ. იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარედგინა. ბრალის ოფიციალურად წარდგენამდეც და წარდგენის შემდეგაც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ უდანაშაულოა და საგამოძიებო კომისია მისი და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაციას ცდილობს. მის პოზიციას იზიარებს ჯაფარიძეც, რომელიც იმავე საქმეზე იმავე კომისიას თავადაც დაემალა. რანაირი მუხლიც არ უნდა იყოს ამ ბრალში განსაზღვრული, ან სასჯელი, ეს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას. ის კომისია არის ცირკი, რომელიც და არა მარტო ცირკი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ჩვენ ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს. გრძელდება ეს ამაზრზენი პოლიტიკური დევნა, ჩვენ ყველანი შევეცდებით, რომ წინააღმდეგეთ პოლიტიკურ რეპრესიებს, ძალადობას ერთობლივად მშვიდობიანად. იმის მიუხედავად, რომ ლელოს ლიდერებმაც და მათმა თანამოაზრეებმაც კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ წინასწარ იცოდნენ, ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ ჯაფარიძე ხაზარაძის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძის საკითხი ერთ-ერთი ფაქტია ძალიან მძიმე, რაც პოლიტიკურ დევნას შურიზებას უკავშირდება და რაც არის სწორედ სამწუხაროდ ავტოკრატიული ხელისუფლებების ხელწერა და ნიშანი. სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ყველა პოლიტიკურ დევნილს. მიზეზები, რითიც მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ხსნის, მმართველი გუნდისთვის უარგუმენტოა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ კომისიის შეკითხვებისგან გაქცევით მამუკა ხაზარაძე საკუთარი წარსულისგან გაქცევას ცდილობს. დანაშაულებები, რომელიც ჩადენილი იქნა, იმდენად აშკარაა, რომ რასაკვირველია ამასთან დაკავშირებით პასუხები არ ექნებოდა არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს და არც ბევრ სხვა ადამიანს, მაგრამ არის მეორე მექანიზმი, რომელმაც უნდა იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. ამ ადამიანმა კარგად იცის ახლა თავისი წარსული, რა აქვს გაკეთებული, მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში ყოფნის დროს. შესაბამისად, მას არ აქვს სურვილი, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს თუ რას აკეთებდა ის და რა კონკრეტული მისია ჰქონდა ნაცების ხელისუფლების პირობებში. 25 მარტის სხდომაზე, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გამოცხადდნენ, ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი ეპიზოდი განიხილეს, სადაც ნაციონალური მოძრაობის დროს ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ ისაუბრა და ლელოს ლიდერები დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირებად დაასახელა.